გამარჯობა, ეს ისტორია საინტერესო ფაქტებია და დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ჩინელ გენერალებზე. შეიძლება იკითხოთ რატომ? იმიტომ რომ მათ ჰქონდათ უზარმაზარი ავტონომია სამეფო კარისგან. უმეტეს შემთხვევაში თვითონ წყვეტდნენ ომის ბედს. ეს ძალიან უცნაური რამეა, რაც ჩინეთის გარდა შეიძლება ითქვას არსად გვხვდება. ამასთან მათი არმიის რაოდენობაც ძალიან გამორჩეულია. ბევრი გენერალი ვერ დაიკვეხნის, რომ მილიონზე მეტ ადამიანს მოუსწრაფა სიცოცხლე. ამ სიის რამდენიმე წევრს კი ამის თქმა შეუძლია. Sun Tzu, ომზე როდესაც ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ჩინეთზე, Sun Tzu-ის ხსენების გარეშე მგონი წარმოუდგენელია. მისი ცხოვრების შესახებ ბევრი წყარო არ არის, თუმცა ვიცით რომ დაწერა წიგნი „ომის ხელოვნება“, რომელიც 13 თავისგან შედგებოდა. ის იყო პირველი და ასევე ყველაზე გავლენიანი, ძველი ჩინური წიგნი სამხედრო სტრატეგიის შესახებ. შეტანილი იყო 7 სამხედრო კლასიკის კრებულში. ამ ნაწარმოებმა დიდი გავლენა იქონია ჩინეთისა და აზიის ისტორიასა და კულტურაზე. ითარგმნა მრავალ ენაზე. მე-19-20 საუკუნეებში ომის ხელოვნება ძალიან პოპულარული გახდა და დასავლურ სამყაროშიც პრაქტიკულად გამოიყენებოდა. მეორე მსოფლიო ომშიც. ომის ხელოვნება არის ყველაზე ცნობილი წიგნი მსოფლიოში სამხედრო სტრატეგიის შესახებ. რაც შეეხება თავად Sun Tzu-ს, ვიცით რომ ის დაიბადა ცინში. მოქმედებდა როგორც გენერალი და სტრატეგი, ემსახურებოდა ვუს მეფეს. სამხედრო დამსახურებების გამო მთავარი მინისტრის წოდებაც მიანიჭეს. UEP მართალია ის ფაქტი, რომ ჩინეთის ხანგრძლივ ისტორიას მრავალი ეპიკური პიროვნება ახსოვს, თუმცა მათგან ეროვნული გმირის წოდებას ცოტა თუ ატარებს. ერთ-ერთი ასეთი მათგანი გახლდათ UEP. ის ჩრდილოეთ ცუნგისა და სამხრეთ ცუნგის დინასტიების პერიოდში მოღვაწეობდა. ის უბრალო გლეხის ოჯახში დაიბადა. სამხედრო კარიერა 19 წლიდან დაიწყო. მას ჩინეთისთვის ძალიან რთულ პერიოდში მოუწია ცხოვრება. 1125 წელს ჩრდილოეთიდან წამოსულმა ჯურჩენების მომთაბარე ტომებმა სონგის დინასტიას შეუტიეს. იმპერიის დედაქალაქი ხაიფენგი დაეცა და იმპერატორიც წყვეთ ჩავარდა. UEP ჯურჩენების წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძოდა და ძალიან სწრაფად მიიწევდა კარიერულ საფეხურებზე. მისი სწრაფი წინსვლა და ხალხში დიდი პოპულარობა თანამდებობის პირებში ეჭვსა და შიშს იწვევდა. მის მიმართ განსაკუთრებულად მტრულად იყო განწყობილი იმპერატორის კანცლერი ცინ ხუეი. ბრძოლაში გადამწყვეტი მომენტისას, როდესაც ჩრდილოეთს იბრუნებდნენ, UEP უკვე ჯარს ხელმძღვანელობდა. ხაიფენგს ალყა შემოარტყა. კანცლერმა ცინ ხუეიმ ახალი იმპერატორი დაარწმუნა, რომ ხაიფენგის განთავისუფლებით შესაძლოა დატყვევებული იმპერატორიც გაეთავისუფლებინათ, რის შემდეგაც ახალი იმპერატორი აღარ იქნებოდა იმპერატორი. რამაც იმპერატორი შეაშფოთა, UEP უკან გაიწვია, ღალატის ბრალდებით საპყრობილეში ჩასვეს. UEP-მ კარგად იცოდა თუ რას ნიშნავდა შუა ალყის დროს უკან გაწვევის მოთხოვნის მიღება. სიტუაცია დაახლოებით ასე გამოიყურებოდა. გენერალი ბრძოლას იგებს და შენ, იმპერატორი შენივე გენერალს, სიკვდილით სჯი, იმიტომ რომ ბრძოლას იგებს. გენერალს აჯანყება არ დაუწყია. მან ჩათვალა რომ ეს სამშობლოს მხოლოდ ზიანს მიაყენებდა. ის 2 თვე საპყრობილეში ყავდათ. შემდეგ კი 1142 წელს სიკვდილით დასაჯეს. მომავალმა თაობებმა UEP-ის სახელი და ღვაწლი არ დაივიწყეს. მისი სახელი საბოლოოდ ეროვნული გმირის რანგში აიყვანეს, რასაც ამ ისტორიიდან გამომდინარე აუცილებლად იმსახურებდა. Cao Cao იყო ჩინელი გენერალი, სახელმწიფო მოღვაწე და პოეტი. ის იყო აღმოსავლეთის ჰანთა დინასტიის ბოლოსწინა დიდი კანცლერი, რომელმაც დინასტიის ბოლო წლებში უდიდეს ძალაუფლებას მიაღწია, როგორც სამი სამეფოს პერიოდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა. მან საფუძველი ჩაუყარა ცაოს ვეის შტატს, საბოლოოდ ჯინის დინასტიასაც და შემდგომში პატივი მიაგეს როგორც ვეის იმპერატორი ვუს წოდებით. აღსანიშნავია, რომ ის სიცოცხლეში იმპერატორი არასდროს ყოფილა, მაგრამ მას ჰქონდა უპრეცედენტო უფლებები იმპერატორის კარზე. ფაქტიურად იმპერატორიც მისი მარიონეტი იყო. ზოგადად ის საკამათო ისტორიულ პიროვნებად რჩება. შემდგომ უფრო ლიტერატურაშია ასახული. მოიხსენიებენ როგორც სასტიკ და დაუნდობელ ტირანს, თუმცა ასევე აქებდნენ როგორც სამხედრო გენიოსს უბადლო ქარიზმით, რომელიც თავის ქვეშევრდომებს ოჯახის წევრებივით ექცეოდა. 220 წელს Cao Cao გარდაიცვალა ლუოიანგში, 65 წლის ასაკში. მან ვერ მოახერხა ჩინეთის გაერთიანება მის მმართველობაში. მისი ანდერძის მიხედვით, იგი უნდა დაიკრძალოს ოქროსა და საგანძურის გარეშე. ასევე საზღვარზე მყოფი მისი ქვეშევრდომები დარჩნენ თავიანთ თანამდებობებზე და არ დაესწრონ პანაშვიდს, რადგან მისივე სიტყვებით ქვეყანა არის ჯერ კიდევ არასტაბილური. Cao Cao's უფროსმა ვაჟმა, Cao Pim, აიძულა იმპერატორის სიანი გადამდგარიყო და თავი გამოაცხადა ცაოს ვეის შტატის პირველ იმპერატორად. სწორედ ამ დროს მიანიჭეს გარდაცვლილ Cao Cao's ვეის იმპერატორი ვუს წოდება. Han Xini იყო გენერალი,
რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჰანის დინასტიის დაარსებაში. მან უხელმძღვანელა არმიას და გაიმარჯვა ჯინგსუოს და გაიქციას ბრძოლებში. ასევე მის სახელს უკავშირდება სამი ცინის დაპყრობა და დიდი ჩრდილოეთის კამპანიის სათავეშიც იყო. მისი გენიოსური ტაქტიკების გამო ახსენდებათ როგორც ბრწყინვალე სამხედრო ლიდერი და სტრატეგოსი. ასევე მისი ღვაწლის აღსანიშნავად მას ძველი წელთაღრიცხვის 203 წელს მიანიჭეს ცის მეფის და შემდეგ წელს ჩუს მეფის ტიტულები. იმპერატორ ლიუ ბანგს ეშინოდა ჰან ხინის მზარდი გავლენის და ცდილობდა თანდათან შეემცირებინა მისი ავტორიტეტი. ძველი წელთაღრიცხვის 196 წელს ჰან ხინი დაადანაშაულეს აჯანყებაში. მახეში შეიტყუეს და შეიპყრეს. სიკვდილით დასაჯეს. უკვე ჩვენს სიაში მეორე ჩინელი გენერალია, რომელიც შიშის გამო მისივე იმპერატორმა მოკლა. ასეთ რამეს ნამდვილად არ მოველოდი. სუნ ბინიც რა თქმა უნდა გახლდათ ჩინელი გენერალი, სამხედრო სტრატეგი და მწერალი. ის იყო სუნ ძის სავარაუდო შთამომავალი. მისი კარიერა დაიწყო ვეის შტატში, სადაც მეგობარმა უღალატა. ცრუ ჩვენება მისცა. სუნ ბინს ბრალი დასდეს ღალატში და მიუსაჯეს სახის სტატუირება. ასევე მოაცილეს მუხლების სახურავები, რის გამოც ის სამუდამოდ დაკოჭლდა. რა საშინელი დასჯის მეთოდია. ამ ყველაფრის შემდეგ სუნ ბინი გაიქცა ვეიდან, შეუერთდა ცის შტატს, მოიპოვა სამხედრო სტრატეგის და მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის წოდება. სარდლობდა ცის ჯარებს ჰიულინგსა და მალინგის ბრძოლებში ვეის წინააღმდეგ და მოიპოვა სენსაციური გამარჯვება ორივე ბრძოლაში. ორივე ბრძოლის სტრატეგიული დეტალები უნიკალურია, რომელსაც სამწუხაროდ ამ ვიდეოში ვერ განვიხილავთ. ვუცი კიდევ ერთი დიდი გენერალია, რომელიც სახელმწიფო კარის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. ის ერთ-ერთი გამორჩეული სამხედრო პერსონაა ჩინეთის შიდა ომების პერიოდში, ძველი წელთაღრიცხვის 403-221 წლებში. მისი სამხედრო კარიერა დაიწყო ლუს შტატში, სადაც მან მალევე მოიპოვა მნიშვნელოვანი გამარჯვებები, გენერლის წოდებაც. თუმცა სამეფო კარზე არსებული შუღლის ეჭვიანობის გამო ბევრი ჭორი დადიოდა, რომელიც მეფის ყურამდეც მივიდა. ვუცი ლუს სახელმწიფოდან გააძევეს, შემდეგ შეუერთდა ვეის სახელმწიფოს. გამოსაცდელი პერიოდით, რაც წარმატებით გაიარა და ვეის გენერლების რიგებში აღმოჩნდა. მან ბევრ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა ვეის საზღვრების გაფართოებისთვის, თუმცა არც ვეის სახელმწიფოში აცადეს თავისი საქმის კეთება. ვეის მეფის გარდაცვალების შემდეგ ახალი მეფის შიდა წრეს არ აწყობდა ვუცის პერსონა, ამიტომ ჩუს სახელმწიფოში მოუწია გადასვლა. ჩუს სახელმწიფო ბოლო საუკუნის განმავლობაში ძალიან სავალალო მდგომარეობაში იყო, სამხედრო წარუმატებლობების გამო. სამეფო კარზე ისეთი ცნობილი პიროვნების გამოჩენა, როგორიც ვუცი იყო, ქვეყნისთვის სუფთა ჰაერის ჩაყლაპვას ნიშნავდა. მას მალე მიანიჭეს მთავარი მინისტრის წოდება და სრულად ენდნენ. მანაც ეს მშვენივრად გამოიყენა და გაატარა მრავალი რეფორმა. მისი რეფორმები წარმატებული გამოდგა. სახელმწიფო ჩუ მალე ძლიერი და მდიდარი გახდა. ვუცი თავად ხელმძღვანელობდა ჩუს სპეციალურ ჯარებს, რომლებიც თავად გაწვრთნა, თავს დაესხა ახლომდებარე სახელმწიფოებს და საკმაოდ გააფართოვა ჩუს ტერიტორია. საინტერესოა, რომ ყველაზე ძლიერი გენერალი ვუცი საკმაოდ მოკრძალებული პიროვნება გახლდათ. ის ჩვეულებრივ ჯარისკაცებთან ერთად მიირთმევდა ჩვეულებრივ საკვებს და ისჩვენებდა მინდორზე მათ გვერდით. ყოველთვის სრუნავდა მათზე და არასდროს ექცეოდა უსამართლოდ. ადამიანი, რომელსაც სიკვდილის შემდეგ ღმერთების პანთეონში მიუჩინეს ადგილი. იყო ტანგის დინასტიის გენერალი, რომელმაც დაასრულა ლუშანის აჯანყება და მონაწილეობა მიიღო უიგურ ხაგანატისა და ტიბეტის იმპერიის წინააღმდეგ ჩატარებულ ექსპედიციებში. ის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გენერალად ტანგის ისტორიაში. გარდაცვალების შემდეგ იგი უკვდავყვეს ჩინურ მითოლოგიაში, როგორც სიმდიდრის და ბედნიერების ღმერთი. მოგვიანებით გოუ ფენიანგის პრინცი გახდა, ამიტომ მას ხშირად უწოდებენ გოუ ფენიანგს. მან 85 წლის ასაკამდე იცოცხლა. ერთი საინტერესო ამბავი უკავშირდება ამ ადამიანს. მის ვაჟს და ტანგის პრინცესას ბავშვური კამათი მოუვიდათ. ერთმანეთის მამებს ადარებდნენ. სადაც გოუზის ვაჟმა თქვა, რა არის ისეთი საამაყო იმპერატორობაში. მამაშემ შეუძლია გახდეს იმპერატორი, როცა მოისურვებს. ამ სიტყვებმა გოუზის გაბრაზება გამოიწვია და შვილი დაატყვევა იმპერატორი დაიზონგის ჩამოსვლამდე. იმპერატორმა ბავშვი გაანთავისუფლა და ხუმრობით წარმოთქვა. როდესაც ბავშვები კამათობენ, უმჯობესია მოხუცებმა თავი ყრუდ მოვაჩვენოთო. ჩვენი შედგენილი სიიდან კარგად ჩანს იმპერატორების და მეფეების ურთიერთობა მათ ლეგენდარულ გენერლებთან. იმპერატორის ეს აქციელი გოუზის შესახებ ბევრს მეტყველებს.
ლი ჯინგი ჩინეთის გენერალია. მას უდიდესი როლი აქვს ტანგის დინასტიის დამკვიდრებაში. ის თითქმის სიკვდილით დასაჯეს სხვა გენერლებმა, რომელთაც 8 წლის განმავლობაში ემსახურებოდა. შეპყრობის დროს მან თქვა სიტყვები: "თქვენ გენერლებო, აღზევდით იმისთვის, რომ ხალხს ტირანია მოაშოროთ. თუ თქვენ დიდი მიზნების მიღწევა გინდათ, როგორ შეგიძლიათ დასაჯოთ გაბედული ადამიანი პირადი შუღლის გამო?" ამ სიტყვებმა მას არამარტო სიცოცხლე შეუნარჩუნეს, არამედ ლეიტენანტის წოდებას მიანიჭეს. ასე დაიწყო მისი სამხედრო კარიერა. მომავალში ის გახდა ადამიანი, რომელმაც ტანგის დინასტიისთვის დაიპყრო უზარმაზარი მიწა, ჩაახშო აჯანყებები, იცავდა საზღვრებს. მისი ბევრი სამხედრო წარმატებიდან გამორჩეულია 620-630 წლებში აღმოსავლეთის თურქეთის ქაღანათის წინააღმდეგ ბრძოლა. 620-იან წლებში აღმოსავლეთის თურქეთის ქაღანათი თავისი ძალაუფლების ზენიტში იყო. სწორედ ასეთ ძალას მიაყენა სასიკვდილო დარტყმა 627-630 წლებში. ლი ჯინგი მეთაურობდა ჩინეთის ტანგის დინასტიის საველე არმიას ამ ბრძოლაში. ბაიცი მსოფლიო ისტორიაში ბევრი გენერალი ვერ დაიკვეხნის, რომ მის არმიას მილიონზე მეტი მტრისთვის აქვს სიცოცხლე მოსწრაფებული. დღემდე არ გვაქვს ისტორიული წყარო, რომელიც ამბობს, რომ მან წააგო თუნდაც ერთი ბრძოლა. ის ებრძოდა 6 მტრულ სახელმწიფოს. მის ანგარიშია 73 დაპყრობილი ქალაქი. მიუხედავად ასეთი შთამბეჭდავი დასაწყისისა, მისი სიცოცხლის ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან საკამათოა. დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 257 წლიდან ცინის სახელმწიფომ, რომელსაც ბაიცი ემსახურებოდა, ბრძოლების წაგება დაიწყო. ამ ბრძოლებში ბაიცის მონაწილეობა არ მიუღია ავადმყოფობის მიზეზით. მეფემ მას ბრძოლებში ჩართვა სთხოვა, რაზეც გენერალმა უარით უპასუხა, ისევ ავადმყოფობის მიზეზით. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა. საბოლოოდ გაირკვა, რომ მას მეფის ბრძანებებზე უარის თქმის გამო სიკვდილით დასჯა აერჩივნა, ვიდრე დაეკარგა დაუმარცხებელი გენერლის დიდება ბრძოლის ველზე. თავიდან იმპერატორმა ყველა სტატუსი მოხსნა და გააძევა ციანგიდან, თუმცა ურჩიეს, რომ თუ ბაიცი სხვა სახელმწიფო შეუერთდებოდა, ძალიან დიდი საფრთხე იქნებოდა. საბოლოოდ მეფემ ბაიცი აიძულა თავი მოეკლა. ბაიცის ბოლო სიტყვები იყო, რომ იმსახურებდა ასეთ ტრაგიკულ დასასრულს ამდენი ადამიანის მკვლელობის გამო. დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. ისტორიულად ჩინელებს სულ ძალიან მრავალრიცხოვანი არმიები ჰყავდათ, თუმცა შიდა ომების გამო სულ ერთმანეთს ებრძოდნენ. ამიტომ მათი ისტორია გამორჩეულია ვიდრე დანარჩენი ნებისმიერი ქვეყნის. იმედია მოგეწონათ ვიდეო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახვამდის.